უფალო, მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა შენი სულისთვის, შენი მსხვერპლისთვის, უფალო. მადლობა რომ შენ დაგვიწერე წმინდა წერილი, მოგვეცი კონკრეტული მიმართულება, ღმერთო და რომ შემთხვევითობას არ აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, უფალო. მადლობა რომ ყველაფერი განსაზღვრული გაქვს შენს ჭეშმარიტ სიტყვაში და გვასწავლი, უფალო. რაც გინდა რომ ვიცოდეთ, რათა დავიბრუნოთ შენი დიდება, უფალო. მადლობა რომ შენი სული დაამკვიდრე ადამიანთა შორის და ადამიანებში, შენთვის სათნო ადამიანებში. მადლობა რომ ის ვინც ჩვენ გვეხება, ეხება შენი თვალის გუგას, უფალო. გვიყვარხარ, გემადლიერებით შენი მხოლოდ შობილი ძისთვის და გთხოვ, ძვირფასო სულოწმინდავ, შენ წარმართო ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ეს დღეები ვლაპარაკობთ, უფალო. რათა ვიხილოთ შენი დიდება, აღვასრულოთ შენი ნება და მოვიდეს ზეციური სამეფო ამ დედამიწაზე ისევე როგორც ცაში. შენი სახელის სადიდებლად. ამინ. დიდება უფალს. მეგობრებო, ჩვენ რამოდენიმე შეხვედრა უკვე საუბრობთ კონკრეტულად იმ ფორმულაზე, რომელიც უფალმა ლევიანთა წერილში გამოგვიცხადა, გვასწავლა. ეს იყო მე-9 თავი, მოკლედ წავიკითხავ მე ამ მონაკვეთს, მთლიანს არ წავიკითხავ. დავინახეთ, როგორ დაავალა ღმერთმა მოსეს პირით აარონს, რა მსხვერპლები უნდა მოეტანა. დავინახეთ, როგორ უწევდა მღვდელმთავარ აარონს ჯერ საკუთარი ცოდვებისთვის მსხვერპლის შეწირვა, შემდეგ სჭირდებოდა სრულად დასაწველი საკუთარი თავისთვის, რომ შეეწირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აარონი ბოლომდე იყო მიძღვნილი ღმერთისთვის. ამის შემდეგ უკვე ხალხის მიერ მოტანილ მსხვერპლებს წირავდა. იყო ეს ცოდვისათვის განსაწმენდელი მსხვერპლი, შემდეგ იყო სრულად დასაწველი მსხვერპლი, შემდეგ იყო ურეული შესაწირი, რაც იყო ყოველდღიური მინდობის სიმბოლო ღმერთზე. ასევე იყო სამშვიდობო შესაწირი და ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ სამშვიდობო შესაწირი აჩვენებდა სიმბოლურად იმას, რომ უფლის მშვიდობა მოდიოდა არა პურისა და მაჭრის სიმრავლის დროს, როგორც ეს ჩვეულებრივად ქვეყნიერებაზე შევიათ ადამიანებს, რომელიც იძლევა ცრუ საფრთხეების განცდას, არამედ უფლის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. და იესო ქრისტემ ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მე რომ მშვიდობას გაძლევთ, ეს სხვანაირი მშვიდობა, ეს არ არის ქვეყნიური მშვიდობა და ჩვენ დავინახეთ, რომ მხოლოდ აი ასეთი მშვიდობის შემთხვევაში ჩვენ გვიჩნდება შანსი, რომ ვიხილოთ ღმერთის დიდება. ანუ იყოს მსხვერპლი გაღებული ჩვენი სიწმინდისთვის, ვიყოთ ბოლომდე მიძღვნილები უფლისადმი, ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენი პრიორიტეტი იყოს უფალი და არ ვენდობოდეთ ფინანსებს, არ ვენდობოდეთ მატერიალურ სიძლიერეს, ამიტომ მქონდეს მშვიდობა და ამ მშვიდობას ვეძიებდეთ და როდესაც აი ამ ყველაფერში ვცხოვრობთ, როგორც წერია, ნახეთ, დააღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისაკენ, ეს არის ლევიანთა მე-9 თავის 22-24 მუხლები და ცუდი არ იქნება თუ ლევიანთა მე-9 თავს რამოდენიმეჯერ წაიკითხავთ, აი ამ შემდგომი კვირების განმავლობაშიც. დააღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს, ცოდვისათვის შესაწირის, სრულად დასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ. შევიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარავში, გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი. და ნახეთ როგორ წერია, და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე, სრულად დასაწველი და ქონი. იხილა მთელმა ხალხმა, ყიჟინა დასცა და პირქვედ დაემხო. ხალხმა იხილა ცოცხალი ღვთის დიდება. და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ როდესაც შენ ხედავ ღმერთის დიდებას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში შიში ქრება. რატომ ქრება ეს შიში შენში? იმიტომ რომ ხედავ რა დიდია ღმერთი. შესაძლებელია უყურებდე აღელვებულ ალღებს შენ ცხოვრებაში, გემი როგორ იძირება, მაგრამ როგორც კი დაინახავ დიადი ღმერთის ზომას, სიდიადეს, ყოვლის შემძლეობას, ეს აღელღებული ზღვა აღარ გაღელვებს და აღარ გაშინებს. შესაძლებელია სადღაც ავადმყოფობა გიტევდეს, სადღაც რაღაც პრობლემები გიტევდეს, გამოუვალ მდგომარეობაში იყო, ვეშაპის მუცელშიც კი იყო, როგორც იონა იყო, მაგრამ როგორც კი გამოგეცხადება ღმერთის დიდება, თქვენთვის შეუძლებელი არაფერი ხდება. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ღმერთის დიდებას ვხედავდეთ. იცი რა, შეიძლება დღეს დაკარგო 100 ლარი. და 100 ლარი ძალიან დიდი პრობლემაა მისთვის, ვისაც
სულ ეს ასილარი ქონდა. მაგრამ თუ ადამიანს ამ ასილარის მიღმა კიდევ ქონდა მილიარდი დოლარი, მაშინ ამ ასლარზე დამერწმუნებით რომ დიდად არ იღელვებს. ხო მართალია რა? ნახეთ როგორი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ხედავ ღმერთის სიდიადეს, მაშინ ამ ქვეყნიური პრობლემები, გამოწვევები იმდენად აღარ გტკენს და აღარ გჯაბნის. როდესაც ხედავ ღმერთის მარადიულობას, ღმერთის ჭეშმარიტ დიდებას, თქვენი ეს ყოველდღიური საზრუნავი, ყოველდღიური გამოწვევები ფერმთავდება მისი დიდებულების ფონზე. ამიტომაც იყო რომ ღმერთი ყოველთვის ცდილობდა ამ ქვეყნიურიდან ისრაელიანების გული, მათი მზერა, მათი ფოკუსი გადაეტანა ზეციურისკენ. ამიტომაც არის რომ ღმერთი ჩვენს ყოველთვის გვიბიძგებს იქით რომ ფოკუსი გავასწოროთ. ამ ქვეყნიური გამოწვევებიდან, ამ ქვეყნიური საზრუნავებიდან ყურადღება გადავიტანოთ ღმერთისკენ და განა იესო ქრისტე მართქვა პირდაპირ, ნუ დაარდობთ და ნუ წუხდართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ზრუნავთ კიდე ცოტა სხვა რაღაცა არის. მაგრამ ორიგინალში ჩვენ როდესაც ვსწავლობდით და ვთარგმნით, დავინახეთ რომ ეს იყო წუხილი და დარდი. ეს იყო წუხილი და ან მზრუნველობა გადაზრდილი წუხილსა და დარდში და უფალი იესო ქრისტე გვეუბნება, თქვენ კი წარმართებივით, ნუ დაარდობთ და ნუ წუხართ იმაზე, რით შევიმოსოთ და რა ვჭამოთ და რა ვსვათ. რომ ამაზე უღმერთო ხალხი დარდობს. მაგრამ თქვენ რას უნდა აკეთებდეთ? უწინარეს ყოვლისა უნდა ეძიებდეთ სასუფევად, ანუ ღმერთის სამეფოს და ეს ყველაფერი შემოგემატებათ. ეს არის ბიბლიის უმთავრესი გაიდლაინი. ეს არის საითაც ღმერთი ყოველთვის ცდილობს რომ ჩვენი ყურადღება გადაიტანოს, რომ როგორმე დაგვანახოს რა დიდებულია ღმერთი. როცა მოსემ კვერთხი გაიწოდა, ზღვა გაიპო და ეგვიპტელები იმ წყალში ჩაიყარა, ისრაელიანები გათამამდნენ. ჰიმნიც კი მიუძღვნეს ღმერთს. მაგრამ რა მოხდა, როდესაც გველები შეესიათ, როდესაც მოშივდათ, როდესაც მოწყურდათ, ისევ დაავიწყდათ ღმერთის დიდება. როდესაც გაძღებოდნენ, ღმერთს ადიდებდნენ, როდესაც სასწაულები ხდებოდა, ღმერთს ადიდებდნენ, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ღმერთის დიდება მიფერმთავდებოდა და განსაცდელები შემოუტევდათ. ისევ ვივიწყებდნენ ღმერთს. ჩვენი მიზანი რა არის, მეგობრებო? გამუდმებით ხედავდეთ ღმერთის დიდებას, რადგან რომელთა მიმართ წერილის მესამე თავში, 23 მუხლში, თქვენ ესეც წავიკითხეთ წინა ქადაგებაზე, წერია, რადგან ყველამ შესწოდა, მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ცოდვა არის ის, მეგობრებო, რამაც თავიდანვე დაგვაკარგინა ღმერთის დიდება, რამაც დაგვაკარგინა სამოთხე, დაგვაკარგვინა ღმერთის თანდასწრებაში ყოფნა, მისადგომი სიცოცხლის ხესთან. რადგან ყველამ შესწოდა. ამიტომაც იყო რომ უკვე ლევიანთა წერილში, როდესაც ახალი სისტემა ყალიბდება, ღმერთმა ასწავლა ისრაელიანებს, რა უნდა გაეკეთებინათ მათ, რომ ღმერთის დიდება გამოვლენილიყო მათთვის თვალსაჩინოდ. და ჯერ პირველ რიგში იყო საჭირო რომ მღვდელმთავარი განწმენდილიყო. მღვდელმთავარი სწირავდა თავისი თავისთვის, თავისი ცოდვებისთვის საპატიებლად მსხვერპლს. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მღვდელმთავარს უნდა შეეწირა სრულად დასაწველი მსხვერპლი. ეს უნდა ყოფილიყო სრულიად მიძღვნილი. რა თქმა უნდა არ შეეძლო მღვდელმთავარს ბოლომდე მიძღვნილი ყოფილიყო. ეს არ იყო მღვდელმთავარი, რომელზეც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკეთ. იმიტომ რომ ებრაელთა მიმართ წერილში წერია რომ ჩვენ გვჭირდებოდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით, რომელიც არის იესო ქრისტე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული, რომელიც მეფობს უსასრულო სიცოცხლის ძალით, რომელიც არის თავად ღმერთი და სხვა შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის არ არსებობს, გარდა იესო ქრისტესი. მაგრამ ვინ იყო აარონი? აარონი იყო წინა სახე. იმის გამო რომ ადამიანებს არ შეეძლოთ თვითონ ჩამწვდარიყვნენ ღმერთის დიდებულებას, ისე ყოფილიყვნენ ღმერთთან სიახლოვეში, რომ ღმერთის სულით ახსებულიყვნენ, ღმერთმა კანონები დაუდგინა და ეს კანონები მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს კანონები იყო წინა სახე და ერთ-ერთი კანონი ასწავლიდა სწორედ ამას. მღვდელმთავარი როდესაც შესწირავდა თავისთვის განსაცმელ და მსხვერპლს, შემდეგ სრულად დასაწველ მსხვერპლს, შემდეგ ხალხის ცოდვებისთვისაც სწირავდა მსხვერპლს. იმ ხალხის ცოდვებისთვის, ვისაც ღმერთის დიდება უნდა გამოცხადებოდა. როდესაც მათთვისაც შესწირავდა, შემდეგ სწირავდა
სრულად დასაწვეს, რომ ეს ხალხიც ყოფილიყვნენ ბოლომდე მიძღვნილები. შემდეგ იყო პურეული ძღვენი. ყოველდღე პური ჩვენი არსობისა, ყოველდღიური საკვები და ამ ხალხის ეს მსხვერპლი აჩვენებდა იმას, რომ ღმერთო, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვართ დაიმედებული ჩვენს ლუკმა პურზე. რადგან მხოლოდ პურითა ერთითა, აი ამ პურითა ერთითა კაცი ვერ იცოცხლებს და ვერ იცხოვრებს, არამედ შენი ბაგიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სამშვიდობო მსხვერპლი. რომ ადამიანებს ყოველთვის ქონოდათ უნარი გადაეტანათ თავისი ყურადღება ამ ქვეყნიური მატერიალური სიმდიდრისგან, საყრდენებისგან, სრულ მშვიდობისგან, მარადიულ მშვიდობაზე, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება და ჩვენ ამ ყველაფერს შევეხეთ და ჩვენ განვიხილეთ განწმენდა, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით მოხდა. ებრაელთა მიმართ წერილში აღწერია, რომ იესო ქრისტე როდესაც მოვიდა და გაიღო მსხვერპლად საკუთარი თავი, მან ერთხელ და სამუდამოდ გაგწმინდა ჩვენ მისი მორწმუნენი. მან მიუძღვნა საკუთარი თავი ღმერთს ბოლომდე. მსხვერპლი და შესაწირი არის სურვე ღმერთო, მან თქვა. არამედ სხეული გამიმზადე. თუმცა იესო ქრისტე ჩვენ ამაზეც ხაზი გაუსვით, შემდეგ საგანძურთან იჯდა, გააკვირდებოდა ვინ როგორ სწირავდა. რა საინტერესოა რა? რატომ? იმიტომ რომ იესო ქრისტე ხედავს რა არის ადამიანების გამოწვევა. სხვათა შორის აი დღეს მოვიძიე კიდევ ერთხელ ადრე კი მსმენია სხვადასხვა მქადაგებლისგან, მაგრამ მოვიძიე რამდენჯერ იყო ნახსენები რწმენა, მინდობა, დაჯერება წმინდა წერილში და რამდენჯერ იყო ფული, ოქრო, ვერცხლი, ამ ქვეყნიური ქონება წმინდა წერილში ნახსენები. და მინდა გითხრათ, რომ ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა, რამდენჯერაც ახსენა რწმენა, არა ნაკლები თუ არა მეტი, იმდენჯერ გველაპარაკებოდა ქონებაზე. და რაც გველაპარაკებოდა ქონებაზე? რომ არიქა ქონება შეიძინე, თორე დაიღუპები თუ არა, პირიქით, ის ყოველთვის ხაზს გვისვამდა, რომ შვილებო დასაყრდენი თქვენი ნუ იქნება ქონება. იმიტომ რომ სიმდიდრის მსურველები, ისინი ვინც სიმდიდრეზე დებენ იმედს, მათი შესვლა ზეციურ სამეფოში ისევე რთული იქნება, უფალი იესო ქრისტე ამბობს. როგორც აკლემის გაძრომა ნემსის ყუნჩი. ერთი მუხლი მინდა წავიკითხო და ჩვენ შეგახსენებთ, რომ ვილაპარაკეთ სიწმინდეზე, რომელიც მოდის იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით და მის გარეშე ვერ ვიხილავთ უფალს, ასე წერია. ვილაპარაკეთ მიძღვნაზე და ვლაპარაკობთ შესაწირზე, მაგრამ რადგან წამოიწია აქვე მეათედის საკითხმაც, ჩვენ თქვით, რომ ამას ერთი მსახურება არ ეყოფა. ეს არის ნახევრად სწავლებითი ქადაგებები. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ შესაწირი, ეს არის მეათედის და ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა დაისვა, მაგრამ ჩვენ წმინდა წერილს მივყვებით და რასაც დაგვანახებს წმინდა წერილი, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ეკლესიას ქვია სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ეკლესია. ჩვენი სტანდარტი არის სახარება. ჩვენი სტანდარტი არის ჭეშმარიტების სიტყვა. ჩვენ არ მივყვებით არც დედაბრულ გადმოცემებს, არც რაღაცა ტრადიციებს, რომელიც სათავეს არ იღებს წმინდა წერილიდან. და უფალმა იესო ქრისტემ საჭიროდ ჩათვალა მათეს მე-6 თავის 21 მუხლში ეთქვა ასეთი რაღაც. სადაც შენი საუნჯეა, იქ იქნება შენი გულიც. წმინდა წერილში არაერთი ადგილია, როდესაც ღმერთი სულიწმინდა თვლის საჭიროდ, რომ ჩვენს გულებზე გაგვიმახვილოს ყურადღება. სად არის შენი გული? და უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ დაიუნჯეთო ზეცაში. საუნჯე იქ მოიგროვეთ, სადაც ვერ მოგპარავს ვერც ქურდი, ვერ შეგიჭამს ვერც ჩილი, ვერ შეგიჭამს ვერც ჟანგი. რატომ? იმიტომ რომ სადაც შენი საუნჯეა, იქ იქნება შენი გული და მე მინდა, რომ შენი სიმდიდრე იყოს ზეცაში. და ამ დროს იესო ქრისტე მიდის და ჯდება საგანძურთან. ეს სამყაროს ბრძანებელი ღმერთი, რომელმაც თვითონ ყველანაირ სიმდიდრეზე თქვა უარი. წარმოიცარიელა საკუთარი თავი იმისთვის, რომ ჩვენთვის მოეტანა სიცოცხლის შანსი და აი საგანძურთან ზის იგი და აკვირდება და რას ამბობს ის? ვინ შესწირაო ყველაზე მეტი? არა იმათ, ვინც ძალიან ბევრი ქისები ჩაყარა. არამედ იმან, ვინც უკანასკნელი გაიღო. 2 ლეპტა, პრივის 2 ლეპტა და იესო ქრისტე უსვამს ხას ამით, რომ მოტივი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ იღებ შესაწირს? აქვე მინდა გაგახსენოთ ანანიას და საფირას მაგალითი.
ანანია და საფირა ჩვეულებრივი მორწმუნე ადამიანები იყვნენ. ალბათ თქვენზე არც ცუდები იყვნენ, არც ძალიან კარგები იყვნენ. შეიძლება გჯობდნენ კიდეც რაღაცეებში. და მათ ორ ლეპტაზე გაცილებით მეტი გაიღეს და ნაცვლად იმისა, რომ ღმერთის დიდება გამოვლენილიყო მათ დასასარგებლოდ, ღმერთის დიდება გამოვლინდა, მაგრამ არა მათ დასასარგებლოდ. ისინი უსულოდ დაეცნენ და დაიღუპნენ. და მოციქულმა პეტრემ რა უთხრა? რატომ აავსო შენი გული სატანამ ანანია? რატომ განიზრახე სულიწმინდის მოტყუება? განა რაც იყო შენი არ იყო? ვინ დაგავალა რომ გაყიდე შენი მიწა და მოიტანე ეკლესიაში? შენ განიზრახე რომ ღმერთისთვის შესაწირი მოგეტანა, რათა მისი დიდება გეხილა, მაგრამ ამაო დიდებაც გაურია ამ ყველაფერში. ანანიამ და საფირამ, როდესაც გაყიდეს თავისი მიწის ნაკვეთი, ასეთი ხმა დაარხიეს, რომ რამდენადაც გავყიდეთ, სრულიად მოვიტანეთო ეკლესიაში შესაწირად. და სულიწმინდამ ეს არ გაუტარა. პეტრემ უთხრა, რატომ განიზრახეთ სულიწმინდის მოტყუება და იქვე უსულოდ დაეცა ანანიაც, იქვე უსულოდ დაეცა, როდესაც მოვიდა მისი ცოლი საფირაც. რა მოხდა მეგობრებო? მოხდა ის, რომ ადამიანებმა შესაწირით განიზრახვეს თავიანთი დიდების მოხვეჭა და არა ღმერთის დიდების ძიება. მე უფრო მეტი შემწირველი ვარ, მე სხვაზე ნაკლები არ ვარ. გახსოვთ ერთი პროკონსული სერგი ერქვა, თუ არ ვცდები, რომელმაც ფული მიუტანა და უთხრა მოციქულს, რომ მეც მომეცითო. პროკონსული სერგი იყო, თუ სახელი ხა ზუსტად არ მახსოვს, მეც მომეცითო ეს სულიწმინდით მონათვლის ნიჭი და რა უთხრა მოციქულმა? აი შენი ფული შენ და მახეთ იქცევა და დაგაბრმავებს. რატომ? ადამიანმა გადაწყვიტა ღმერთის დიდება საკუთარი თავის სადიდებლად გამოიყენოს. ეს ის მოტივებია, რომელზე ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მეგობრებო. ღმერთი ყოველთვის ყურადღებას გვიმახვილებს გულზე. იმიტომ რომ ეს გულები უნდა იყოს მიმართული ზეციური სამეფოს საძიებლად, როგორც წეგან წავიკითხეთ. ზეცის მართლობის მოტანა უნდა გვინდოდეს ამ დედამიწაზე. ახლა რადგან ჯერ ძველი რჯულიდან წავიკითხეთ და ლევიანთა წიგნში ვკითხულობთ აი ამ წესებს, მოდით მიუბრუნდეთ საერთოდ იმ ამბავს, ვინ იყვნენ საერთოდ ეს ლევიანები? იცით თქვენ რომ ლევიანები იყვნენ განსაკუთრებული ტომი ისრაელში. ესენი იყვნენ ყველაზე პატივდებული ხალხი, რა კუთხით იცით? მათ ერგოთ პატივი რომ ღვთის კიდობანი ეტარებინათ, ღვთის კარავი ეტარებინათ, ღვთის ჭურჭელი ეტარებინათ. მათ ერგოთ პატივი რომ ყოფილიყვნენ მგალობლები. ისინი იყვნენ სამღვდელო კასტა. ყველაზე დიდ საქმეს ისინი აკეთებდნენ. ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლო მისულიყო და მღვდელმთავარი გამხდარიყო. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლევიანთა შტოს წარმომადგენელი. ლევიანთა მეშვეობით, რადგან მოსეც ლევიანთა ტომის წარმომადგენელი იყო, ღმერთმა რჯული მოიტანა ამ დედამიწაზე. კანონი მოიტანა. და ამ კანონის შემადგენელი ნაწილი იყო თუნდაც ის, როგორ უნდა შეგვეწირა მსხვერპლი, რათან მიმდევრობით, რაზე მიგვეცხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იესო ქრისტეს წინასახე იყო, იმისათვის რომ ღმერთის დიდება დაბრუნებულიყო ადამიანებთან. ახლა ერთი საინტერესო ფაქტი მეგობრებო. ლევიანები მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე იყვნენ მინდობილნი და დაყენებულნი, როდესაც ტყვეობიდან გამოვიდნენ 12-ვე ტომი და უახლოვებდნენ აღთქმულ მიწას, ღმერთმა ძალიან უცნაური რაღაც გამოუცხადა მათ. იცით რა, შემოშვილებო, 12 ტომი ხართ. ამ 12 ტომიდან 11 ტომს შეხვდება ყველას თავისი მიწა აღთქმულ მიწაზე. ყველას თავისი კუთვნილი ტერიტორია, მაგრამ ლევიანებს არ შეხვდება. ლევიანები არ იქნებიან დამოკიდებული, როგორ მოხნავენ და რამდენს იშოვნიან. ლევიანების ხვედრი ვიქნები პირადად მე. ნახეთ აქ როგორ წერია. რიცხვის 18-20. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო. ეუბნება ლევიანებს ღმერთი. მეორე რჯულში 10:9. ლევს არა აქვს წილი და სამკვიდრო. უფალია მისი სამკვიდრო. ლევიანთა ცხოვრება იყო განსაკუთრებული.
მათი ფოკუსი გამუდმებით უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ ყოფილიყვნენ სიწმინდეში, ემსახურათ ღმერთისთვის, ესწავლათ კანონები, ხალხს მომსახურებოდნენ, რჯული გაეცხადებინათ, გამუდმებით ყოფილიყვნენ უფლის სამსახურში, რომ ღმერთის დიდება გამუდმებულად ყოფილიყო აღთმის კიდობანში, მოწმობის კარავში და ყველა ვინც კი მათთან მიდიოდა. მღვდელი აჩენდა სამართალს, მღვდელი კურნავდა, მღვდელი ადგენდა თუ ცოლი ქმარს ღალატა ან პირიქით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მღვდლები იყვნენ ისინი, ვინც იყვნენ შუამავლები ღმერთსა და ადამიანს შორის. და ნახეთ როგორი პრინციპია. დანარჩენ 11 ტომს დაავალა ასეთი რამ. როდესაც თქვენ გექნებათ ეს ნაკვეთები, საქონელი იმუშავებთ, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მთავარი, ყველაზე პირველი რაც არის, უნდა მიიტანოთ ლევიანებისთვის, რომლებიც ჩემი მსახურები არიან. იცით, ამაში სულიერი პრინციპი დევს. ამით რასაკეთებდნენ, იცით, მეგობრებო, ისრაელიანები, ლევი ხო პირდაპირ ცხოვრობდა ღმერთისთვის და მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა. ექნებოდა ფული თუ არ ექნებოდა, ისინი ღმერთის სამსახურში უნდა იყვნენ და ტაძრის და კარვის მცველები უნდა ყოფილიყვნენ და მისი რჯულის აღმსრულებლები. ჩათვალეთ, რომ აი როგორც კონსტიტუციას იურისტები ემსახურებიან, ისე ღმერთის რჯულს ემსახურებოდნენ ლევიანები. მაგრამ მთელი დანარჩენი ისრაელი ასევე უნდა ყოფილიყო მიზანმიმართული და საიდან ჩანდა ეს? პირველი რაცი. ნათავარი, პირველმოწეული, მეათედი, საუკეთესო მსხვერპლები, ღმერთი ნახეთ რას ამბობდა, არ უნდა მიეტანათ მათ ნაკლიანი, არ უნდა მიეტანათ მათ კოჭლი, არ უნდა შეეწირათ. არაფერი, ყველაფერი უნდა ყოფილიყო საუკეთესო. რატომ? იმიტომ რომ მათი გულიც უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ზეცის დიდებაზე. როდესაც ასე მუშაობდა სისტემა, ღმერთის დიდება დაყვებოდა ისრაელს. ისრაელი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო, მიწიერ სახელმწიფოებს შორის. წარმოიდგინეთ, როდესაც სოლომონმა შესწირა ათასობით მსხვერპლი ღმერთს, ღმერთი გამოეცხადა სიბრძნე მიცა, ტაძრის აშენების უფლება მისცა, ტაძარში მთელი ეს სისტემა გაიმართა, მღვდელმთავრები დადგენილნი არიან, მთელი ეს სისტემა მუშაობს. მოდის სამხრეთის დედოფალი და რას ეუბნება მეფე სოლომონს? შენთან მსახურები იმაზე კარგად და დიდებულად ცხოვრობენ, ვიდრე მეფეები სხვაგან. რატომ? იმიტომ რომ ეს ღმერთის სამეფო იყო. ეს იყო წინა სახე იმ სამეფოსი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო საქმე, მეგობრებო. ჩვენ ვლაპარაკობთ გულის მდგომარეობაზე და ზეცის პრიორიტეტზე. მე მესმის, რომ ეს ისეთი თემა არის, რომელიც არ აღგაფრთოვანებს ადამიანს. იცი, აი კარგია, როდესაც მოდის ხადაგებელი და გეუბნება, არ წმენით, იესო აქ არის ის ცოცხალია, ხედე იესოს გაიშვირე ხელი და იმოქმედებს და განიკურნები და განთავისუფლდები. მაგრამ წმინდა წერილში წერია რა არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი იმისთვის, რომ თქვენ ღმერთის დიდება ვიხილოთ. შემთხვევით არაფერი არ ხდება, მეგობრებო. წმინდა წერილში წერია, რომ თმის ერთი ბეწვიც კი არ დავარდება ადამიანის თავიდან ღმერთის ნებასურვილის გარეშე. არა თუ შემთხვევით ჩამოიარა ღმერთმა და შემთხვევით განიკურნე. ასე არ ხდება, მეგობრებო. ყველაფერს წინ უძღვის მსხვერპლი. დაიწყო ყველაფერი იესო ქრისტეს მსხვერპლიდან და გრძელდება ჩვენი პირადი მსხვერპლებითაც, რადგან თქვენ და იესო ქრისტე ერთი სხეულის ნაწილები ვართ. იესო ქრისტე არის ჩვენი თავი, ჩვენ კი მისი სხეული ვართ, როგორც ეკლესია. ამინ. და ნახეთ, აი ნეემიას მე-13 თავში წერია ასეთი რაღაც. რაღაცა მომენტში, როდესაც ტაძარი დანგრეულია, ისრაელის დიდება შერცხვენილია და აი რაღაცნაირად ცდილობს ნეემია და ეზრა, რომ იერუსალიმის კედლები ააშენონ, ტაძარი ააშენონ, წვალობენ. რაღაცა მომენტში ნეემიამ აღმოაჩინა, რომ ტაძრის საგანძური, სადაც მეათედი უნდა ყოფილიყო, სადაც ტაძარში მღვდელმთავრები უნდა ყოფილიყვნენ, უზრუნველყოფილი და მღვდლები რომ ემსახურათ სრულად, იქ ნაცვლად იმისა, რომ მათთვის სარჩო საბადებელი ყოფილიყო და შესაწირები ყოფილიყო და საგანძური ყოფილიყო, სიცარიელე იყო და ცხოვრობდა აბსოლუტურად სხვა რჯულის წარმომადგენელი.
რომელიც საერთოდ არ შეიძლებოდა რომ ტაძარში შესულიყო. ნახეთ, ხალხმა 11-მა ტომმა გადაწყვიტა რომ არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის მხარი დაეჭირათ. მიეტანათ ერთგულად მეათედი და შესაწირი. მე ვლაპარაკობ ისტორიულ კონტექსტს. ჩვენ უნდა დაწვრილებით მიუყვეთ ამ ყველაფერს, რადგან შესაწირი ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. და რა მოხდა, იცით მეგობრებო? წაიკითხეთ ნეემიას მე-13 თავი. მოხდა ისე, რომ როდესაც მღვდლებს და ლევიანებს საკვები და სარჩო არ ქონდათ, მათ მიატოვეს სამსახური ტაძარში და წავიდნენ, ყანები იშოვნეს და დაიწყეს მუშაობა ისე, როგორც დანარჩენმა 11-მა ტომმა. და იმათ ვიღასთვის უნდა მიეტანათ მეათედი. ყველა მუშაობდა თავისი მუცლისთვის. და ამ დროს რა მოხდა? მონელი, რომელიც არის დაწყევლილი ტომის წარმომადგენელი, შევიდა და იმ ადგილში დაიკავა ბინა, სადაც უნდა ყოფილიყო უფლის ტაძარში ამ დიდებული, ზეციური ღმერთის, დიდებული ტაძრის საგანძურში ცხოვრობს ტობია ყამონელი, რომელიც არის პირდაპირ ეშმაკის მოციქული. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი ფოკუსი გადაეტანათ საკუთარ სარგებელზე და აღარ უყურებდნენ ღმერთის დიდებას. აღარ ეძიებდნენ ღმერთის დიდებას. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ტაძარი იყო შემოძარცული, ტაძარი იყო დაუძლურებული. როდესაც ღმერთის დიდება აღარ ვლინდებოდა ისრაელში, როდესაც ადამიანებს იმედი არ ჰქონდათ, რომ ღმერთი ისეთივე მკურნალია, ღმერთი ისეთივე განმანთავისუფლებელია, რომ ისრაელში ღმერთის დიდება იქნება, რა ხდება მეგობრებო? ადამიანების ყურადღება ზეციური ღმერთისგან, მისი სამსახურისგან გადავიდა საკუთარ კუჭებზე, საკუთარი ოჯახების გადარჩენაზე და ამან დააკნინა ღმერთის დიდება ისრაელში. ერთი კითხვა მაქვს, აი ჩვენ ყველანი ვლოცულობთ და ვმარხულობდით კიდეც მთელი ამ 3 თვის განმავლობაში. ბრუკლინის ეკლესიის, ჩვენი ეკლესიის სამლოცველო სახლისთვის. ხო ვლოცულობდით, მეგობრებო, ხო ვლოცულობთ კიდეც. აი მაინტერესებს თქვენი აზრით, ვინ უნდა აგვიშენოს ეს სამლოცველო სახლი? როგორ წარმოგვიდგენია რომ ვლოცულობთ, რომ უცებ ვიღაცა კეთილი ძია შეგვიბრალებს, უი ქართველები რასაცოდავები არიან, სარდაფში იკრიბებიან, ამიტომ ერთი დიდი 5 მილიონიანი სახლი უნდა აუშენოთ, სამლოცველო, ან ვაყიდინოთ, ასე იქნება, მეგობრებო. იცით, ვიღაცა რომ გამოჩნდეს, მე დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამას არ დაუშვებს. რატომ იცით? თუ ჩვენი გულები არ იქნება უპირველეს ყოვლისა ზეცის დიდებაზე მომართული, ჩვენ ვიღაცამ კიდეც რო გვაჩუქოს სამლოცველო სახლი, იმას ღმერთი სადიდებლად ვერ მოვიხმართ, მეგობრებო. ფარის მოტანილს ფარი წაიღებს. გახსოვთ თქვენ, მეგობრებო, საული გამეფდა მაშინ, როდესაც ვირებს ეძებდა და ეს მეფობა მას მახედ ექცა. მაგრამ დავითი ეძებდა ღმერთის დიდებას და ეძებდა რა ღმერთის დიდებას, ყველაზე ძლევამოსილი მეფე გახდა ისრაელის და კაცობრიობის ისტორიაში. ეს შემთხვევითი არ არის, მეგობრებო. თუ რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში აი ესე ქარის მიერ იქნება მოტანილი, ჩვენ იმას ვერ გამოვიყენებთ ღმერთის სადიდებად. მე ეს კითხვა ახლა რატო დავსვიცით? თუ ჩვენ არ გვექნება გული, თუ ჩვენ არ გვექნება ფიქრები იმისთვის, რომ ზეცის ინტერესები ბრუკლინში დავაყენოთ პირველ ადგილზე, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, თუ ჩვენ ღმერთის დიდებას არ დაუწყებთ ძებნას, ის, რაზეც ჩვენ ვლოცულობთ, რომ კონდეს საკუთარი სამლოცველო სახლი, გადასარჩენი ადგილი, სადაც შევიფარებთ ქართველებს,არეაბილიტაციო ცენტრები გვექნება, ნარკომანებს, უსახკაროებს მოემსახურებით, გავანთავისუფლებთ, გამკურნავ და ღმერთის დიდება გადმოიღრება ქართველებზე, გამორიცხულია, მეგობრებო. ვიღაცა უნდა იყოს მიძღვნილი ამ საქმისთვის. ვიღაცამ უნდა თესოს ერთგული თესლი, რომელიც გამრავლდება და მოიტანს ნაყოფს. უფალი იესო ქრისტე ჩვენს გულებს უყურებს. კარგია, როცა ლოცულობ, რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა
ზეციური სამეფოს ნაწილი გამختარიყო, გახსოვთ მდიდარი ყმაწვილი. მივიდა იესო ქრისტესთან და ეუბნება, უფალო, რა უნდა გავაკეთო, რომ დავიმკვიდროთ სათასასუფეველი? რა უნდა გააკეთო? გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს ღმერთი შენი. ამას ბავშვობიდანვე ვაკეთებ. ერთი რამ გაკლია უფალმა უთხრა. სიმდიდრე გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და მე გამომხე. და შეწუხდა ყმაწვილი და მიატოვა იესო ქრისტე. მე იმედი მაქვს, რომ მერე ოდესღაც მოინანია. შეწუხდა და მიატოვა, რადგან დიდძალი სიმდიდრის პატრონი იყო. ნახეთ, სათასასუფევლის დიდება კი უნდოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნიური დიდება უფრო მეტად უნდოდა. ეხლა მე გული არავის არ მინდა ვატკი. მაგრამ იმაზე მეტად ვერ მოგეფერებით, ვიდრე სახარება ეფერება ადამიანებს და ვერც იმაზე მეტად ვერ დავტუქსავ ვერავის, ვიდრე სახარება ტუქსავს ადამიანს. ვაი იმ ადამიანს, ვინც სიმდიდრეზეა მინდობილი და არა ღმერთზე. და კურთხევა იმ ადამიანს, ვინც ღმერთზეა მინდობილი. რა თქმა უნდა, წყალობა აღემატება სასამართლოს. რა თქმა უნდა, მეც ყოველთვის ვფიქრდები ჩემს გულს, რომ ზედმეტად არ მივენდო ამ ქვეყნიურ საზრუნავს, არ მივყვე ამაზე მუშაობა დაგჭირდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მეგობრებო. მაგრამ სულიწმინდა ჩვენთან არის. სულიწმინდა შიგნიდან გვაძლიერებს და ყოველთვის გვაფხიზლებს იმაზე, რომ ჩვენ წრფელი პასუხით მაინც დავიწყოთ, გავცეთ საკუთარ თავებს ამ კითხვაზე პასუხი, რა უფრო მეტად მიზიდავს ზეციური სამეფო თუ ამ ქვეყნიური პატივი და დიდება. მე მიყვარს კომფორტული ცხოვრება. არ ამყავს ცუდი მანქანა, არ მაქვს ცუდი სახლი, მაგრამ ღმერთს ყოველთვის ვეუბნები, უფალო, თუ შენ მეთქვი, რომ ეს რაღაცაში გჭირდება, რაღაც კონკრეტულ საქმეში, მე ამას გავაკეთებ. ოღონდ ჩემი თავის იმედი კი არ მაქვს, ვეუბნები, უფალო, შენმა სულმა უნდა შემაძლებინოს ეს. შენ უნდა გააღვივო ჩემში წრფელი აზრი ისე, რომ მე შევძლო თუ შენ ამას მთხოვ. და მე არ ვებაქიბუქები ღმერთს და ფუჭ დანაპირებებს არ ვაძლევ, მაგრამ თუ შევატყე ჩემს გულში, რომ ოდნავ მეტად იფრება რაღაცა ამ ქვეყნიური საზრუნავისკენ ჩემი გული, ვიდრე ზეცის საჭიროებებისკენ, განგაში ზარებს ვცემ, მეგობრებო. უფალს ვეხვეწები და ვემუდარები, რომ ჩამისწოროს მოტივები, შემომაფხიზლოს, დამანახოს თავისი დიდება, ხანდახან მოვიგლეჯავ რაღაცა შესაწირს გავიღებ, რომ ღმერთთან სიახლოვეში აღმოჩნდე, იმიტომ რომ ვიცი წმინდა წერილის ეს პრინციპი, რომ არ გამოდის სხვანაირად. მიძღვნის გარეშე, სიწმინდის გარეშე, მატერიალურიდან ფოკუსის მარადიულზე გადატანის გარეშე ღმერთის დიდებას ვერავინ ვერ იხილავს. სად არის შენი საუნჯე, მეგობრებო? უფალი იესო ქრისტე ამბობს მათეს მე-6 თავში, სადაც შენი საუნჯეა, იქ იქნება შენი გულიც. არის შენი საუნჯე ზეცაში? მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ აქ შივრები უნდა დავიხოცოთ. არა, მეგობრებო. თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს იოსებისა. თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს მეფე დავითისა. თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს აბრაჰამისა. თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს მოციქული პაულესი, პეტრესი, რომელთაც ყველას მოუწია რწმენით ღმერთის მიყოლა, სამსხვერპლოების აგება, შეწირვა. იაკობის თვალსაჩინო მაგალითი. ერთადერთი ზეთი ქონდა და ქვა ქონდა სასტუმლად. და რაც ქონდა, ის დაუღვარა უფალს და ეუბნება, ყველაფერს, რასაც მომცემ, უფალო, ყველაფრის მიათეთ შენ მოგიწყვეტ. იმიტომ რომ არაფერი ებადა ახლა, მომავლიდან დაპირდა ღმერთს მიათეთს. წარმოგიდგენიათ, მეგობრებო? ესენი ჩვენი რწმენის მამები არიან. ეს ის ხალხი არიან, რომელიც გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ მათი გული არ მიჯაჭულიყო ამ ქვეყნიურ ქონებას და მათ ეს მოახერხეს. წმინდა წერილში წერია, თუ მოიფიქრებდნენ, მათ ჰქონდათ დრო, რომ მიბრუნებოდნენ თავიანთ ქალაქებს, საძირკვლიან აშენებულ ქალაქებს, ლეღვის ბაღებსა და ვენახებს, მაგრამ მათ უნდათ ხელთუქმნელი ხუროთ მოძღვრის მიერ აშენებული ქალაქი. იცით რა? მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ მატერიალური შესაწირით შეგვიძლია გადარჩენის შეძენა. არა, გადარჩენა იესო ქრისტემ მოგცა. მაგრამ თუ ჩვენ მართლა ახალ სიცოცხლეში დავდივართ, თუ ჩვენ მართლა ვხედავთ ზეციური სამეფოს უზენაესობას, თუ ჩვენ მართლა უწინარეს ყოვლისა ზეციურ სამეფოს ვეძებთ, როგორ გამოიხატება ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? სად მიდის ყველაზე მეტი დრო
შენ ცხოვრებაში? სად მიდის ყველაზე მეტი ენერგია შენ ცხოვრებაში? სად მიდის ყველაზე მეტი ფინანსები შენ ცხოვრებაში? რაზე ფიქრობ ყველაზე მეტად შენ ცხოვრებაში? ეს ის კითხვებია, რომელსაც ყველა ჩვენგანმა წრფელად უნდა გავცეთ პასუხები, მეგობრებო. ძალიან წრფელები უნდა ვიყოთ. იცით რა? დიდი ალბათობით აღმოვაჩენთ ხარვეზებს პასუხებში. დიდი ალბათობით აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვართ ისეთი ერთგულები, ვერ ვართ ისეთი მიძღვნილები, როგორებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ გვყავს შუამდგომელი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე. და თუ ჩვენ არ შევეგუებით ამას, და თუ ჩვენ ხოცული წმინდეს რომ გაგზარდოს, გვასწავლოს, როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ზეციურ სამეფოზე და არა ამ ქვეყნიურ სარგებელზე, ამ ქვეყნიურ საჭიროებებზე, ამ ქვეყნიურ დარდზე და წუხილზე, რა ვჭამოთ, რით შევიმოსოთ, სახლი რითი ავაშენოთ, მანქანა რითი ვიყიდოთ და ასე შემდეგ. მაშინ მეგობრებო, ჩვენ მართლა ღმერთის ჭეშმარიტი შვილები ვიქნებით. ვიდრე ამაზე ხომ წარმართნი დარდობენო, როგორც წერია. ნუ სუხარ და ნუ დარდობთ, რა გამოთ და რით შეიმოსოთ. ამაზე ხომ წარმართნი დარდობენ და წუხან. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ზეციური სამეფო და მისი სიმართლე და სამართალი. ეხლა ამას თუ უფალი იესო ქრისტე გვეუბნება, რა უფლება მაქვს მე სხვა რაიმე გელაპარაკოთ, მეგობრებო? მოციქული პავლე ამბობს, რომ მე სისხლით ვარ პასუხისმგებელი, რომ სრული სახარება იქადაგოთ. დიახ, იესო ქრისტემ გადაიხადა ჩვენთვის მსხვერპლი. დაიღო თავისი სიცოცხლის საფასურად, თავისი სისხლის საფასურად მოგვიტანა გადარჩენა. მაგრამ იესო ქრისტე ასევე საგანძურთან იჯდა და ის აკვირდებოდა, ვინ როგორც წირავდა. იესო ქრისტეს სული იყო ის, ვინც ანანია დასცა, რომელმაც სული განუტევა მაშინვე, როცა იცუა, რომ ყველაფერი მოვიტანე, რაც ნაკვეთში მომცესო. პეტრეს სიტყვები რა იყო? შენი არ იყო? მოგეტანა და გეთქვა, ძმებო, ნახევარი შევწირე უფალს. არ ვარ ვიღაცა მაგალითად იონასავით ესეთი გაბედული, რომ მთელი ფული მომეტანა, მაგრამ ის ვიღაცას ეჯიბრებოდა. ვიღაცაზე ნაკლები არ უნდოდა, რომ გამოჩენილიყო. ამას ვერ შეეგუა წმინდა სული, მეგობრებო. ყუილს ვერ შეეგუა, როდესაც ადამიანმა ამ ქვეყნიური დიდება გამჯობინა ზეცის სოციალ მარადილ უჭკნობ დიდებას. 37 ფსალმუნში წერია. მეოთხე მუხლი ის სიამოვნე უფალში და ის აგისრულებს გულის სადილს. მეგობრებო, აი ეს არ ვიცი როგორ გესმით, მაგრამ მე გეტყვით მე როგორ მესმის. და ეს სულიწმინდამ ყველას გაგვიცხადოს ეს ჭეშმარიტება ჩვენს გულებში. ჩვენ გვაქვს გულის სადილები, მეგობრებო. ვიღაცას გათხოვება უნდა, ვიღაცას ცოლის მოყვანა უნდა, ვიღაცას სახლის აშენება უნდა, ვიღაცას ვენახის გაშენება უნდა. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს ყველაფერი უფლის შექმნილია და დიდება უფალს ის რომ გვაძლევს, მაგრამ უფალი გვეუბნება, ჩემში ის სიამოვნე. გახსოვდეს, რომ მე ვარ წყარო ამ სიკეთის. გახსოვდეს, რომ მე ვარ შენი მფარველი, მე ვარ შენთვის ქოლგა, ფარი, ჩემზე წერია, რომ მე უნდა დაუბამ ჭამელს პირი. გახსოვთ გედეონი, მეგობრებო? ვინმე კი არ მინდა შევაშინო, მაგრამ გედეონი, როდესაც მოუხმო უფალმა, უღარიბესი, ყველაზე მცირე ტომის წარმომადგენელი იყო. მეფობამდე მივიდა, გამდიდრდა, მაგრამ როგორ დაასრულა, მეგობრებო? მისმა ერთმა შვილმა დანარჩენი მისი 70 შვილი ერთ დღეს დაკლაქვაზე. რატომ, მეგობრებო? იმიტომ რომ მან ფოკუსი გადაიტანა ღმერთის დიდებიდან ამ ქვეყნიურზე. თუ კი მოსეს რჯულის უარყოფელიო, ასე სასტიკად ისჯებოდაო, წმინდა წერილი გვეუბნება, რა იქნება შედეგი და ხვედრი იმ ადამიანებისა, ვინც ზეციდან მოუვლენილ სიცოცხლის ჟულს უარყოფცო. ეს ხომ ყველაფერი წმინდა წერილში წერია. ლეღვის ბაღიც უნდა კონდეს, ოჯახიც უნდა ყავდეს, კარგი სამსახურიც უნდა კონდეს, კურნებაც უნდა დაიმკვიდრო, ბედნიერიც და გახარებულიც უნდა იყო, მაგრამ ყველაზე მეტად უფალი უნდა გიყვარდეს. ყველაზე მეტად უფალში უნდა პოულობდეს სიხარულზე. ყველაზე დიდი საგანძური შენთვის უფალი უნდა იყოს. დიახ, რა თქმა უნდა, იმ ფრივს ჭირდებოდა ლუკმა პური, მაგრამ ის რაღაცას ხედავდა. ვიდრე ლუკმა პურს, მივიდა და მთელი თავისი ეს
სარჩო საბადებელი რაც ქონდა ეს ორი ლეპტა შესწირა, იმიტომ რომ იმ საკუთარ ლუკმაპურზე მეტად ხედავდა ღმერთის დიდებულებას და ღმერთს ეს არ გამოპარვია, მეგობრებო. ღმერთს ეს არ გამოპარვია. ღმერთს არ გამოეპარება არც ერთი შენი რწმენით გაღებული მსხვერპლი. რწმენით შესწირა აბელმა კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, მეგობრებო. რწმენა გჭირდება რომ მიენდო ღმერთს, რწმენა გჭირდება რომ უფალი იყოს შენთვის სიამოვნება ყველა გზაზე. აბაკუმმა როგორ თქვა? დიახ, რა თქმა უნდა, აბაკუმს უნდოდა ლეღვი, იმიტომაც აღწენა. უნდოდა საქონლის სიმრავლე, ჭამა ყველას გვიყვარს, მეგობრებო. მაგრამ აბაკუმმა რა თქვა? თუნდაც აღარ გამოიღოს ჩემმა ვაზმა ნაყოფი. თუნდაც აღარ მყავდეს საქონელი ბეღელში, აღარ მქონდეს არაფერი, მე მაინც უფალში გავიხარებდი. ჩემი ხსნის ღმერთში ვპოვებდი შვებას. ამაზე გველაპარაკება, მეგობრებო, წმინდა წერილი. წმინდა წერილი გვეუბნება იმას, რომ უფლით უნდა ვსიამოვნებდეთ, უფლით უნდა ვხარობდეთ და უწინარეს ყოვლისა ზეციურ სამეფოს უნდა ვეძებდეთ და დანარჩენი ყველაფერი შემოგვემატება. ნახეთ მათეს 6:33-ში რას ამბობს, არა წმინდა წერილი, ისევ ამას უბრუნდები. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე. უწინარეს ყოვლისა რას ნიშნავს, მეგობრებო? როდესაც ყველაზე მეტი საზრუნავი ჩემთვის არის ზეცის მოქალაქეობა. როცა ყველაზე მეტი საძიებელი, საზრუნავი ჩვენთვის არის ზეცის მოქალაქეობა. როდესაც არჩევანი დგება ღმერთის თანდასწრებასა და სამსახურს შორის, ღმერთის თანდასწრებას ვირჩევ. როდესაც არჩევანი დგება ღმერთის სიცოცხლესა და ფიზიკურ სიკვდილს შორის, ფიზიკურ სიცოცხლეს შორის, ღმერთის სიცოცხლეს ვირჩევ. როდესაც თავის გადარჩენასა და ღალატსა და ღმერთის ერთგულებაში სიკვდილს შორის დგება არჩევანი, ვირჩევ ღმერთისადმი ერთგულებაში სიკვდილს. და ასე შემდეგ სია გააგრძელეთ, მეგობრებო. როგორ უნდა გამოიხატებოდეს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? აი დღეს შემიძლია ავდგე და წავიდე ეკლესიაში. როგორც მეუბნება წმინდა წერილი, რომ არ უნდა მივატოვო მე ჩვენი ღმერთის შესაკრებელი. მაგრამ ნუ გადავწყვიტე, რომ დღეს კარგი სამუშაო დღე მექნება სადღაც და იქ წავიდე. ეს რას ნიშნავს? ვეძიე მე დღეს ზეციური სამეფო? რა თქმა უნდა არა, მეგობრებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ზეციური სამეფოს ძიების ხარჯზე გადავწყვიტე რაღაც გამეკეთებინა, რაც უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალე. ეს ხომ, მეგობრებო, ლიტონის სიტყვები არაა. უფალს ხომ ვერ მოვატყუებთ. იცით, მეგობრობა რაში გამოიხატება? თუ ეხლა მე ნიკა ყოველდღე დამპატიჟებს რესტორანში და ხინკლით გამემასპინძლდება ხაჭაპურები და ვეტყვი ნიკა, ჩემი მეგობარი ხარ, რა მაგარი კაცი ხარ, როგორ მიყვარ ხარ და ყოველდღე მივყვები რესტორანში მეპატიჟება და ერთხელაც დამირეკა ნიკამ და მითხრა: "გურო ძმაო, ვიღაცები მაწუხებენ და ერთი კაცი გვერდზე მინდა მედგეს რომ მარტო არ ვეგონო და მე უთხრა, იცი რა, ნიკა, ცოტა დაღლილი ვარ და ხვალე შევძლებ რო გამოგია." ნიკა რას მიხვდება? რომ ჩემი ლაპარაკის სიყვარულზე არის ფარატინა ფურცლის ფასი. იმიტომ რომ კაცი საქმით უნდა აჩვენებდეს, რომ ზეცა არის უპირველეს ყოვლისა მისი საძიებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. ამაზე მე კი არ ვლაპარაკობ, წმინდა წერილი ლაპარაკობს. უფალი იესო ქრისტე განა არ ამბობს, რა სარგებელიაო კაცმა მთელი დედამიწის სიმდიდრე შეიძინოს და სული კი დაკარგოს. რა სარგებელი იქნება? ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს სულის მხარეს. ყოველთვის ეძიებდეს ზეციურ სამეფოს და მის სიმართლეს. ახლა მიუბრუნდეთ ისევ მეათედის კანონს. ნახეთ, 11 ტომს დაავალა, რომ მეათედი საუკეთესო ნათავარი შესაწირავები მიეტანა მე-12 ტომისთვის, რომელიც იყო ლევიანთა ტომი, რომლებიც გამუდმებით ღმერთის ძიებაში უნდა ყოფილიყვნენ. ეს იყო მოსეს რჯული. მაგრამ მეათედი აქ არ დაწყებულა, მეგობრებო. მე მინდა ყურადღება გავამახვილო
პრინციპზე მეათედის და არა კანონზე. ნახეთ, ებრაელთა მიმართ მე-7 თავში მე-9 მუხლებში ასეთი რაღაც წერია. თვით ლევიმაც გაიღო მეათედი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აბრაამის წიაღში იყო. აბრაამი მიუახლოვდა მელქისედეკს, რომლის არც დასაწყისი ვიცით, არც დასასრული. რომლის სახელითაც ასე წერია, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი იესო ქრისტე მელქისედეკის წესით. იყო მღვდელმთავარი ამ დედამიწაზე და აბრაამი ყოველგვარი რჯულის დაწერამდე, ყოველგვარი მოსეს რჯულის გამოჩენამდე მიდის და საჭიროდ თვლის, რომ თავისი შენაძენის მეათედი მიუძღვნას ამ უზენაესი თვის მღვდელმთავარს, როგორც წერია წმინდა წერილში. და ნახეთ რა წერია, მოსეს რჯულმა დაადგინა მსახურთა და მღვდელთა კასტა, რომელიც იღებს მეათედს, რადგან ღვთისმსახურები არიან და ღმერთის დიდებას ეძიებენ, რადგან ისინი უფლის ტაძრის დიდებას ემსახურებიან, იღებს ამ მეათედს დანარჩენი 11 ტომისგან, მაგრამ ეს არ არისო მთავარიო დანიშნულებაო. მეათედის პრინციპი ლევის გამო არ შექმნილაო, წმინდა წერილი გვეუბნება ჩვენ. პირიქით, ლევმა ჯერ კიდევ რომ იყო იაკობის წიაღში, იაკობი იყო ისაკის წიაღში და ისაკი იყო აბრაჰამის წიაღში, რადგან ჯერ არ შობილან აბრაჰამი მიდის და უზენაესი ღვთის მღვდელმთავარს თავისი შენაძენის მეათედს სწირავს. და ეს გვეუბნება, რომ მეათედი არის უნივერსალური გამოხატულება რწმენისა. არა დავალდებულება, მეგობრებო. არა დავალდებულება მოვიდა მოსეს რჯულით. მაგრამ მოსეს რჯული არის დაკნინებული ვერსია იმისა, რასაც ქვია სიცოცხლის სულის რჯული. მაგალითად, მეგობრებო, ცოტა უფრო კარგად რომ დაგანახოთ, მოსეს რჯული გვეუბნებოდა, რომ ადამიანისთვის მრუშობა იყო აკრძალული. და მრუშობაში რა იგულისხმებოდა? თუ ჩამოივლიდა ეგერ მეზობლის ქალი და კაცი გულის თქმით შეხედავდა, ეს მას მრუშობად არ ეთვლებოდა. თუ ვინმე მას წაასწრებდა, მაშინ ეთვლებოდა მას მრუშობად. ეს იყო დაკნინებული პაროდია იმისა, რაც უნდა მოეტანა იესო ქრისტეს, რა თავისუფლებაც უნდა მოეტანა იესო ქრისტეს. იესო ქრისტე მოვიდა, დაიღო ჩვენი განსაწმენდელი მსხვერპლი, დაგუბეჭდა სული წმინდით, ჩვენ შიგნიდან შეცვალა ადამიანის ბუნება, ხელახლა შობა მოგვცა, ღმერთის ბუნებას გვაზიარა და გვითხრა, შვილებო. ახლა მარტო გარეგნულობით აღარ შემოიფარგლება თქვენი სიწმინდე. ის რაც ადრე გარეგნულად ითვლებოდა ცოდვად, ახლა სულ სხვა სიბრტყეში გადავიდა. ნახეთ, თქვენთვის თქმული იყო, არ იმრუშო. მაგრამ ახლა გეუბნებით მე თქვენ, თუ კაცი ქალს გულის თქმით შეხედავს, უკვე იმრუშა. ნახეთ, რას აკეთებს იესო ქრისტე. რჯულს კი არა აუქმებს, მას აღასრულებს უფრო მაღალი ხარისხით. ადამიანს ცვლის არა გარეგნულად, არამედ მის შინაგან ბუნებას ცვლის. ეს სულ სხვა რამეა, მეგობრებო. აბრაჰამი როგორ ფიქრობთ? გულის თქმით უყურებდა მოყვას ის ცოლს? არა, იმიტომ რომ ის რწმენის კაცი იყო. როგორ ფიქრობთ, იობი როგორი კაცი იყო? რჯული საერთოდ არ წერია. იობი რას ამბობს? თუ ოდესმე ჩემი გული ჩემი თვალებისთვის ამეყოლებინოს, მაშინ ასე და ასე იმოქმედეს უფალმა ჩემ ცხოვრებაში. ესენი იყვნენ ღმერთთან ცოცხალი მოზიარეობის მქონე ადამიანები. ესენი იყვნენ ღმერთის მეგობარი ადამიანები, რომლებსაც სწამდათ, იმიტომ რომ ხედავდნენ ღმერთის დიდებულებას. მოსეს რჯულში დაწერილი იყო რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა შეესრულებინათ გარეგნულად, მიუხედავად მათი შინაგანი მდგომარეობისა, იმისათვის, რომ ღმერთის დიდებას ზიარებოდნენ, მეგობრებო. მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა და თქვა, მე არ მოვედი იმისთვის, რომ რჯული გავაუქმო, მე მოვედი იმისთვის, რომ რჯული განვასრულო, სრულყოფილი გავხადო. როგორ არის რჯული სრულყოფილი? მოდი უფრო სხვანაირად ჩაუღრმავდეთ ამას. აი, კაცი და ქალი, ცოლ-ქმარი არიან. და ცოლი იცავს წესს, არ ღალატობს ქმარს ფიზიკურად. მაგრამ უყურებს ტელევიზორში რაღაცა სერიალებს,
უყურებს რაღაცა დაკუნთულ კაცებს, სხვადასხვა პოსტერები აქვს და დღე და ღამე აი ამ კაცებზე ოცნებობს. მაგრამ ამ კაცებთან არასოდეს არ დაწვება. არასოდეს არ უღალატებს თავის ქმარს. როგორ ფიქრობთ, ეს სრულფასოვანი ურთიერთობა იქნება? ეს იქნება ჭეშმარიტი სიყვარული ამ კაცსა და ქალს შორის? არ იქნება, რა თქმა უნდა. რატომ ხომ არასოდეს არ უღალატია? არასოდეს არ უღალატია, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავისი ქმარი უყვარს. არამედ იმიტომ, რომ ფიზიკურად არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც გულში ელთვის. და პირიქით, მარტო ქალებზე არ ვილაპარაკებ, კაცებსაც შეუძლიათ იგივენაირად ზედაპირული ერთგულება შეუნარჩუნონ ცოლს. მეგობრებო, ქრისტესა და ეკლესიის, ღვთისა და ღმერთის ერის ურთიერთობა, განაც ცოლისა და ქმრის ურთიერთობას არ შეადარა თავადწმინდა წერილმა. განა ღმერთი ამით არ გვაჩვენებს, როგორ ურთიერთობაში გვეძახის, არა ვალდებულებებით განპირობებულ ურთიერთობაში, არამედ ცოცხალი რწმენით განსაზღვრულ ურთიერთობაში, ნამდვილი სიყვარული. ნახეთ, როგორ წერია, სიყვარულით მოქმედი უნდა იყოს რწმენაც კი, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავდიოდეთ სიყვარულით მოქმედ რწმენაში. აქ რჯული შემოვიდა წყალსობრიობისა და ღმერთის ურთიერთობის რაღაცა კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ისინი გაგულქვავებულები იყვნენ. გახსოვთ იესო ქრისტემ რა თქვა? აბაო, თუ ასეაო, რატომ დაგვიწერაო მოსემო, რომ გაყრილობის წერილი დაუწერეო და მოაშორე შენი ცოლი თუ არ გინდაო, იმიტომ რომ იესო ქრისტემ თქვა, ვინც თავის ცოლს უმიზეზოდ გაუშვებს, ის მას მრუშად აქცევს და თუ სხვასაც მოიყვანს, თვითონაც მრუშობს. და ებრაელები, რომლებიც მიათედის პირნათლად გამღებები იყვნენ, მაგრამ ღმერთის მოყვარულები ვერ აღმოჩნდნენ სამწუხაროდ. აღჭპოთნენ და თქვეს, "ვერ ვინახარ? მოსეზე დიდი ხარ, მოსემ ხო თქვა, რომ წერილი გაყრილობის დაწერე და გაუშვი." და იესო ქრისტემ თქვა, "მოსემ ეს თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერა." რჯული, მეგობრებო, საჭირო იყო გულქვაობის გამო. აბრაჰამს რჯული საერთოდ არ ქონია, მაგრამ უყვარდა თუ არა ღმერთი. გამართლდა თუ არა აბრაჰამი. გადარჩენილი არის თუ არა. სწამდა თუ არა იესო ქრისტესი აბრაჰამს. სწამდა, მეგობრებო. იესო ქრისტემ პირდაპირ თქვა, აბრაამი ელოდა იმ დღეს, მე როდესაც გამოჩნდებოდი, იხილა და გაიხარა. და ამაზეც გაჭედეს ისრაელიანება ბოდიშით ამ ტერმინზე. როგორ 50 წლისაც არ ხარ, აბრაამი გინახავს და ეგრევე სატანის შვილად შერაცხეს. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, მეგობრებო, რომ რჯული მოცემული იყო იმისათვის, რომ ადამიანისთვის ეჩვენებინათ ის მინიმალური, ის საწყისი, საძირკველი, საიდანაც როგორც მინიმუმ უნდა ქონოდა სწორი ურთიერთობა ღმერთთან. აი, როგორც ბიზნეს პარტნიორებს, მაგრამ სასიყვარულო კავშირი, მამაშვილური კავშირი, ნეფისა და პატარძლის კავშირი, ზეცისა და ზეცის შვილების კავშირი. კავშირი, როდესაც ადამიანი უწინარეს ყოვლისა ეძიებს ზეციურ სამართალს, ზეციურ სიწმინდეს, ზეცის სიხარულს, ზეცის დიდებას, ეს სულ სხვა რამე, ამას კანონებით ვერ განსაზღვრავთ. მეგობრებო, არა კაცკლაო, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსიც ამბობს. როგორ ფიქრობთ, ჩემ შვილებს რო არ ვხოცავ, იმიტომ არ ვხოცავ, რომ კანონი მიკრძალავს ამას? ან რატო ვაჭმევ ჩემ შვილებს საჭმელს? იმიტომ რომ მეზობელმა არ თქვას, რა უგუნური კაცია თავის შვილებს ყურადღებას არ აქცევსო? არა, მეგობრებო. ყველაფერი ჩემი მათია. და მათი ჩემი. თუ ისინი სწორად დადგებიან ჩვენს ურთიერთობებში, ხო? ეს არის მიზანი, სიყვარულით მოქმედი რწმენა. და როდესაც სიყვარულზეა საუბარი, იმ ქრივის ოლილეპტის მაგალითითაც იესო ქრისტემ თქვა, რაღაცის მეათეც იღებდით, რაღაცას აკეთებდით, მაგრამ აი ამ ქრივმა მთელი თავისი სარჩო საბადებელი გაიღო. უნდა გახსოვდეთ, რომ თუ რაიმე ჩემზე მეტად გიყვართ, ჩემი ღირსნი არ ახარ. და ჩვენ ყველანი, მეგობრებო, უნდა უყურებდეთ საკუთარ გულებს, ჩვენი ქონება, ჩვენი კარიერა, ჩვენი ოცნებები იესო ქრისტეზე ძალიან ხომ არ გვიყვარს. მე ვალდებული ვარ ამაზე გელაპარაკოთ დღეს თითოეულ თქვენგანს.
იმიტომ რომ ხვალ შეიძლება რომელიმე ჩვენგანისთვის გვიანი აღმოჩნდეს, მეგობრებო. ჩვენ გვჭირდება სულზე სიფხიზლე, ჩვენ გვჭირდება ჩვენს გულებზე სიფხიზლე, ჩვენ გვჭირდება მუდამ ღმერთის სიყვარულში დარჩენა. მელქისედეკი ეს იყო წინა სახე იესო ქრისტესი. და თუ კი იესო ქრისტეს წინა სახე იყო და რწმენით ჩვენმა მამამ აბრაჰამმა ჩათვალა ყოველგვარი რჯულის გარეშე, რომ მთელი თავისი ქონების მეათედი მიეტანა და შეეწირა, განამით უმეტეს იესო ქრისტეს არა? მაგრამ აქ კიდევ ვლაპარაკობ იმას. ეს არ არის, მეგობრებო, ჩვენი ეკლესია ასეთ რაღაცას უარყოფს, რომ ვიღაცამ უნდა დაწეროს და წერილებით უნდა დაადასტუროს. ეს ყველაფერი რწმენის საკითხია. ეს ყველაფერი შენი გულის მდგომარეობის საკითხია. ჩვენ არასოდეს არავის ჯიბეში ხელს არ უყოფთ. მათ შორის ერთმანეთსაც კი თანამსახურები და არ ვეუბნებით, აბა რაკენი, რამდენი გაქვს, რამდენი ჩადე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რისიც წამს და გვჯერა. ღმერთმა დამიფაროს იმისთან რამეზე ვილაპარაკო, რისიც არ მწამს და არ მჯერა. ღმერთმა დამიფაროს იმისთან რამეზე ვილაპარაკო, რაც წმინდა წერილში არ არის განსაზღვრული ღმერთის ჭეშმარიტების მიხედვით. და წმინდა წერილი გვეუბნება, მეგობრებო, რომ ჯერ კიდევ მაშინ სანამ რჯული შემოვიდოდა 430 წლით მოგვიანებით აბრაჰამმა გადაწყვიტა, რომ თავისი ქონების მეათედი შეეწირა მელქისედეკისთვის, რომელიც იყო იესო ქრისტეს წინა სახე. ნახეთ, იესო ქრისტე ამბობს მათეს 5:17-ში, არ მოვსულ ვარ გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად. ახალი აღთქმა, მეგობრებო, ეს არ არის პროცენტებზე დაფუძნებული სწავლება, ეს არის სიყვარულზე დაფუძნებული სწავლება. ნახეთ, რომელთა მიმართ მე-12 თავში რაღაცა მეათედზე კი არ გველაპარაკება ღმერთი. ღმერთი გველაპარაკება მთლიანად ჩვენს არსებაზე და ნახეთ რას ამბობს, წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ მსხვერპლებად. იესო ქრისტე ამბობს, მე და მამა ერთი ვართ. ისევ როგორც თქვენ ხართ ერთი. იესო ქრისტე ამბობს, თქვენ ხართ ჩემი სხეული, მე ვარ თქვენი თავი. და ნახეთ, თავად იესო ქრისტე რას ეუბნება მამას? იოანეს სახარებაში მე-17 თავის მეათე მუხში. ყველაფერი ჩემი, შენია. ეს იესო ქრისტეს სიტყვებია, მეგობრებო. მამის წინა შელოცულობ. მამა, ყველაფერი ჩემი, შენია, მაგრამ აქ არ მთავრდება, მეგობრებო. ნახეთ რას ამბობს, შენი კი ჩემი. იცით, ოჯახი არ არის, სადაც ცოლსა და ქმარს ფული აქვთ გაყოფილი, სადაც დაობენ, ეს ჩემი წილია, ეს შენი წილია. როცა ოჯახი ჭეშმარიტად სიყვარულშია ჩაძირული, იქ რაც დედას და მამას აქვს, ის შვილებისაც არის, რაც შვილებს აქვს, რაღაცა დრომდე, რა თქმა უნდა, მშობლებისაც არის, რაც ცოლის არის, ქმრის არის, რაც ქმრის არის, ცოლის არის, მაგრამ ქრისტიანობაში როგორ არის, იცით, მეგობრებო? თუ შენ მართლა იცნობ იესო ქრისტეს, თუ შენ მართლა იცნობ შენზე ციერ მამას, უწინარეს ყოვლისა, შენი საუნჯე მასთან არის. ამიტომ არის, მეგობრებო, რომ პირველ საუკუნეში, ვინც პირადად იხილა იესო ქრისტე, მიატოვეს იესო ქრისტე, მიატოვეს ბიზნესები, გახსოვთ, ზებედეზეებმა დატვირთული, თევზით დატვირთული ნავები, ბადეები მიატოვეს და გახვნენ იესოს. მებაჟე ზაქე აიღეთ. როგორც კი შეხვდა იესო ქრისტეს, რა გააკეთა? უფალო, ეხლა რამდენი პროცენტი უნდა გადავიხადოო? იმას დაუწყო ლაპარაკი? რა უთხრა? თუ ვინმესთვის რამე წამირთმევია, უფალო, 4 მაგათ ვუზღავ. ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დაურიგებ. ეს რაზე მეტყველებს? როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად გაიცნობს იესო ქრისტეს, ის ხვდება, რომ ყველაფერი რაც გააჩნია, ღმერთის წყალობით გააჩნია. რომ ყოველი მშვიდობიანი წამი, ყოველი მშვიდობიანი ლუკმა პური, რომელიც შეჭამა და შეერგო, ყოველი დღე, როდესაც ავადმყოფობის შიშით არ დაიძინა, ეს ღმერთის წყალობა იყო მისადმი. რომ ხვალ შეიძლება ერთი მარცვალი გადააგდოს მიწაში და იმან რომ ნაყოფი გამოიღოს 30-ად, 60-ად და 100-ად, როგორ წერია, ესეც ღმერთის სიკეთეზე და წყალობაზეა დამოკიდებული. ყველაფერი ღმერთისაგან მოდის ჩვენზე, ღმერთისთვის მოდის და ღმერთის სადიდებლად. წმინდა წერილში წერია, რომ
მთელი დედამიწა და მისი სისავსე ჩემიაო ამბობს საბაოთ უფალი მეგობრებო. ამას როდესაც ადამიანი აცნობიერებს, იცით რა ხდება? არა თუ რაღაცა ჩემი ქონების მეათედი, ან ჩემი ქონების მეოცედი, მეც მთლიანად შენი ვარ უფალო. ეს სულ სხვა ურთიერთობებია ღმერთთან. და რას აკეთებს ამ დროს ღმერთი? რახან ჩემი ხარ, ნობა შენიც ეხლა ქუჩაში გადი და ფეხშიშველმა იარე და დაიტანჯე. არა, ღმერთის ჩანაფიქრია, რომ მისი შვილები იყვნენ მშვიდობაში. ოღონდ გახსოვთ ერთხელ დაგიმოწმეთ. უფალი რო დაელაპარაკა ჩემს გულს და მითხრა, შვილო, მე გასწავლი, როგორ უნდა იყო რწმენით ერთი პურის ფულზე ჩემთან. როგორ უნდა მომენდო. და როდესაც შენი სიმდიდრე, შენი საგანძური შენ შინაგანში მე ვიქნები, შემდეგ გარედანაც შემოგმატებ ყველაფერს, რაც დაგჭირდება. იმიტომ რომ ვეწუწუნებოდი ღმერთს, ღმერთო, თუ ხარ, შენი მორწმუნე ვარ, ეს რატომ აკლია, ის რატომ აკლია და მამამ ამიხსნა, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ხელმოკლეობაში ცხოვრებაც და სისავსეში ცხოვრებაც. ადამიანმა უნდა ისწავლოს, თუნდაც მილიარდერი გახდეს, რომ ისწავლოს ღმერთზე იმედის დადება და არა ფულზე დადება. და თქვენ დაგიმოწმეთ კიდეც, ლონდონში არის ერთი მწვავანი პიროვნება, რომელმაც მილიარდი ფუნტი შესწირა იმისათვის, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია დიახის არსებობს, ასეთი არის, იესო ქრისტეზე კლიპებს ქმნიდეს და მთელ მსოფლიოში ავრცელებდეს. ერთმა ადამიანმა მილიარდი ფუნტი შესწირა იმისთვის, რომ ღმერთის სახელი განივცოს მთელ დედამიწაზე. მე მინდა მოკლე რეზუმირება გავაკეთო მეგობრებო. ღმერთს არ ჭირდება ჩვენი არც ფული, არც შესაწირი, არც მსხვერპლები, ჩვენი შესაწირი. ჩვენი მატერიალურიდან ზეციურზე ფოკუსის გადატანა აჩვენებს ჩვენი გულის მდგომარეობას მეგობრებო. იესო ქრისტე ამბობს, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქ იქნება. ამიტომ დაიუნჯეთ იქ, სადაც ქურდი ვერ მოყარავთ, ჩრჩილი ვერ შეგიჭამ და ჟანგი ვერ შეგიჭამ. ამით იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩემთან დაიუნჯეთ. უწინარეს ყოვლისა თქვენი პრიორიტეტი იყოს ცათა სასუფეველი. როგორც წერია მათეს 6:33-ში, ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი. შემდეგ იოანეს მე-17 თავი, მე-10 მუხლი, ყველაფერი ჩემი შენია და შენი ჩემი. ამით იესო ქრისტემ გვიჩვენა მაგალითი. რა მოხდა მერე იესო ქრისტეს? როდისმე შიოდა და საჭმელი არ ქონდა? როდისმე ღმერთის დიდება არ გამოვლინდა? როდისმე იყო ისეთი მომენტი, რომ გადასახადი ქონდა, გადასახდელი და ფული ვერ შეუნა და ამის გამო ვინმე დაგმო? არა მეგობრებო. რამდენი მაგალითი ვიცით? 5 პურის და 2 თევზის. რამდენი მაგალითი ვიცით? თუნდაც პეტრემ თევზი რო გააპო, ჩემი საყვარელი მაგალითია ეგ. მაგალითი იმისა, რომ ხაზინად არის ოჯახი იესო ქრისტეს ემსახურებოდა. იესო ქრისტე მიცოდა, რომ ზეციური ეკონომიკა აღემატება ამ ქვეყნიურ ეკონომიკას. და ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ მივენდოთ არა ჩვენს ამსახურებს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ. არა ჩვენს ჯანმრთელობას, თუმცა ჯანმრთელები უნდა ვიყოთ. არა ჩვენს პრინციპებს, თუმცა უნდა ვიყოთ პრინციპულები და ღირებულებების ერთგულები. არამედ ღმერთს უპირველეს ყოვლისა. ღმერთს რაც მოეწონება, იმას უნდა ვაკეთებდეთ და როგორც წერია, ის სიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. ამინ მეგობრებო. ისევ შეგახსენებთ თავიდან რაც წავიკითხე და ამით დავამთავრებ. და აღაპრო ახარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი, გამოვიდა ძირს ცოდვისათვის შესაწირის, სრულად დასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ. შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში, გამოვიდნენ, აკურთხეს ხალხი და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულად დასაწველი და ქონი. იხილა მთელმა ხალხმა, იჟინა დასსა და პირქვე დაემხო. მეგობრებო, როცა ღმერთის დიდებას იხილავთ, თქვენ ამ ქვეყნიური სისასტიკეები, ქარტეხილები, მღელვარებანი, ცხოვრებისეული გამოწვევები ვეღარაფერს დაგაკლებთ, იმიტომ რომ ღმერთის დიდება ყველაფერს აღემატება. გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით. ჩვენი პასტორების დღეს ხვალ დაგიბრუნდებიან და აბა თქვენიც. ძალიან კარგი.
მადლობა. მადლობა.